მოგესალმებით მეგობრებო. ვინაიდან და რადგანაც ძალიან ბევრმა დამიწერეთ, რომ BMW-ს გაცოცხლების და სულის ჩადგმის მეორე სერია გადავიღო და გავაგრძელო. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩვენი არხის სტანდარტული კონტენტი, მაინც ამ ვიდეოების დადება, შესაბამისად დღეს მოგესალმებით BMW-ს გაცოცხლების მეორე სერიიდან. გავიარე კონსულტაციები გამოცდილ ხალხთან, ვისაც ყავს და იგივე ძრავზე სხვადასხვა მოდელი BMW, მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მე-5 სერია თუ მე-7 სერია, ძირითადად ჩვენთან მე-5 სერიებია, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარული იყო მაგ პერიოდში და ბევრს დღემდე ძალიან უყვარს. და ეხლა მივდივარ ნაწილების ასაკრეფად. ესე იგი, გეგმა არის შემდეგი, ვინაიდან მანქანას აქვს ეგრეთ წოდებული პერებოი. უნდა მივყვეთ ეხლა ნაბიჯ და გამოურიცხოთ ყველაფერი, რაც შეიძლება ამ პერებოიზე უშლიდეს ხელს. ესე იგი, ეხლა უნდა წავიდე, ავიღო აალების სანთლები, უნდა ავიღო ჩიბუხები, რომელიც დგას ანთების კოჭაზე, ანუ ბაბინაზე. ჩიბუხი არის რეზინა, რომელიც აალების სანთელზე ზედეცმევა. განახეთ მე მაგას ყველაფერს, სად როგორ ვიყიდი, სვეჩები ვიყიდე NJK, თეგეტაში ვიყიდე ფასტაგლებით. ანუ NJK არის ის კოდი, რა კოდითაც ამ მანქანაზე ქარხნულად user manual-ით უწერია, რომ დგება. ეგ ერთი, ჩიბუხები უნდა ვიყიდო პრემიქსში, შეიძლება ვიყიდო რამდენიმე ბაბინა, უბრალოდ წამოვიღო და მე აქ რო შევცვლი მაგ ყველაფერს ვნახო რა იქნება. ასევე პრობლემა აქვს ბაკზე, ბაკი არის გაჩვრეტილი, როგორც მე მივხვდი ლაპა აქვს მოხვედრილი შიგნით, რომ დაათრევდნენ ეტყობა ამ გეზში, რომ გახსნეს კონტეინერი და შემდეგ იქ გაჩვრიტეს. ამას აქვს მეტალის ბაკი. ეხლა უნდა წავიდე ასევე ვიყიდო აბეწებო და ის ადგილი დროებით ამოვქოლო და მე საერთოდ ბაკის შეცვლა მინდა, იმიტომ რომ გაჩვრეტილი ბაკი ციარული დიდად სასიამოვნო მომენტი არ იქნება. მე ამ ბაკს რო ამოვქოლავ, უნდა მოვიტანო საწვავი და ჩავასხა შიგნით, იმიტომ რომ გუში ძალიან ცოტა იყო და დასამატებელია. ასევე მჭირდება ხელსაწყოები, ანუ ეგრეთ წოდებული კლუჩები, იმიტომ რომ ვერ უშვებ ვერაფრით, რომ ნახო რამდენი სითხე დგას ჰიდრაულიკის სისტემაში, ანუ საჭის გამოძიებელში და ეგ სითხეც უნდა ვიყიდო. მოკლედ დღეს საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს. ეხლა ნელ-ნელა დავიწყებ, ჩამოვილი ყველაფერს და ვიყიდი, მოვიტანო, მე დავიწყებ გადაღებას უკვე მაგ ყველაფრის შეცვლა გაცოცხლების. და ასევე დღეს იქნება მეორე დაქოქვა. გუშინ არასწორად 3-4 წელი ვთქვი და შემეშალა. ეს მანქანა აუქციონის ნაკიდი არის 2020 წელში. და იმის მერე არ დაქოქილა. ანუ 5 წელი გამოვიდა. შესაბამისად დღეს იქნება მეორე დაქოქვა 5 წელის მერე. იდეა არის და მიზანი არის, რომ მივახციო ხელოსნამდე. ანუ მოძრაობდეს ისე, რომ ხელოსნებამდე ვიარო და მე ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებ. ხო, ასევე გავარკვიე უმეტესი ნაწილის კაბელები, რომელიც არაა ჩაერთებული რა არის და ეხლა დღეს ვეცდები, რომ მაგეებზეც რაღაცეები გითხრათ. ასევე გავარკვიე ის კონკრეტული ნაწილი, საიდანაც წყალი ამოდის და რაც აკლდა გუშინ რაც გადავიღე ვიდეოში, ეგ არის წყლის ტემპერატურის სენსორი, რომელიც არ უყენია და გამოვწერე უკვე. წყლის ტემპერატურის სენსორთან ერთად ასევე მაინც გამოვწერე კამშაფტის და კრანკშაფტის პოზიციის სენსორები, ანუ კარენვალის და რასპრედვალის ქართულ ენაზე ეგრე იცნობთ თქვენ და ასევე გამოვწერე დეტონაციის დატჩიკები. მაინც იყოს და ასევე გამოვწერე წინა აირბოქსის ნაწილი, რომელიც გაფლეთილია და უბრალოდ აირმთვლელი, ანუ უზდუხანვერი ვერანაირ ჰაერს ვერ აიღებს, იმიტომ რომ ჰაერი რაც შედის მეორე მხრიდან კიდე ემატება ერთი იმდენი. ეხლა დღეს დავასკოჩებ მაგას, რომ უბრალოდ დაქოქვაში ძალიან ხელი არ შეგვიშალოს. ეს არის ჩემი დღევანდელი გეგმა. რას მოვასწრებ, არ ვიცი, ეხლა წავიდეთ და ერთად ნახოთ ყველაფერს. 2 ცალი ბაბინა ვიყიდე, მაინც ანუ ზაპასად პრემიქსში 100 ლარების ცალი რო იცოდეთ თქვენ, ბრემის ფირმისაა, კარგიაო. მუშაობს კარგიაო, თუ არ არის ამბიცი. გაჭირობაში გამოგადგება, თუ რომელიმე ბაბინა არ მუშაობს, მაგით შევსვი, არ ამგონია რომ 2-ზე მეტი გაფუჭებული იყოს ამ ეტაპზე. ეხლა მივდივარ ჩიბუხების საყიდლად. ჩიბუხები არ ქონდათ, არც მან, არც თეგეტაში, არც ავტობანში და ეხლა ვარ ქუთაისის ქუჩაზე. დავივლი ახლა, ნახავ დავასრულე ჩემი ქუთაისის ქუჩის ვოიაჟი და ყველაფერი ვიშოვე. ზედმეტობებშიც ვიყიდე, ესე იგი. განახეთ ახლა. ერთი ცალი ჩიბუხი, იგივე ფირმაა, როგორც ბაბინა ბრემი არის გერმანული. Made in Germany აწერია, არ ვიცი გაია თუ არა. მუშაობს, ესე მითხრეს. 35 ლარი და ცალი. ამერიკაში ბევრადია ფირმა, იქნა გამოწერა საუბრი ხეიდა. და ასევე ზედმეტობაში ბარემ ვიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოწერილი მაქვს 2 ცალი წყლის სენსორი, რომელიც აკლია, რომ დროებით დავაყენო და ვიარო. თუ იმუშავა დავტოვე საერთოდ ეგრე. სულ 60 ლარი გადავიხადე აი 2 წელში. ეხლა უნდა წავიდე, ავიღო აალების სანთლები, ისინი რა ქვია, ხელსაწყოები ვიყიდო რაღაცას, რომ ვერ ვნახულობ ჰიდრაულიკის სითხეს მაგის მოსაშვებად და გავეშრობები მანქანასთან და ამ ყველაფრის დაყენება დავიწყო. არ ვიცი რამდენად მარტივად გავავია, მაგრამ შევხედოთ ყველა ერთად ვნახავთ. კაი, წავედი ახლა
დანარჩენ საქმეებზე. დღეს კაია მინდია სხვათა შორის სამუშაოდ. კაია. მანქანაზე სამუშაოდ კარი. მივედი ახლა დომინოში, უნდა ვიყიდო ხელსაწყოები. შევიძინე ხელსაწყოები. ასე გამოიყურება ჩემი ხელსაწყოები. ერთი წელი სნიკერსი აუცილებელია. Red Bull-ი ხოძერო ვიყოთ, არ გავხდიანდეთ. წეპო ეს კლუჩები არ მქონდა და ეს დახეიფე, რომ ის დავადახეიფე. და ასევე შევიძინე საცხოვრებელი გამონტერებისთვის. კანები დაელოდეთ. ელოდეთ დაგებას. ოფიციალი ფერადის კამი გვაქვს, რომელსაც გავათამაშებ თქვენთვის. ალების სანთლებიც ავიღე. ასე გამოიყურება. აგერა კოდები Z, ვინმე სიტუაციიდაც ამ დროზე ეს ალების სანთელი და Bosch-ის ალების სანთელი მიდის ქარხნულად. ანუ user manual-ით ეგუწერია. Bosch-თან არასდროს არ მქონია კარგი ურთიერთობა, ამიტომ ავიღე NJK, რომელთანაც ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. ან NJK-ს ან Denso-ს ყიდულობ ხოლმე სულ. და გავაგრძელებ მაგ ურთიერთობას. კაი. ეხლა წავალ უნდა ავიღო ეგრეთ წოდებული კანისტრა, სადაც მე ბენზინს ჩავასახამ, მივიტან, დავამატებ და ბოლოს ყველაფერს შევცვლი და ვიხიმანდარებ და ვქოქამ მანქანას. კაი, წავედი ახლა. დავბრუნდი მანქანასთან. პირველი საქმე გვაქვს უკან მხარეს ბაკის დაწეპება აბეწებოთი, რომ მე ბენზინი ჩავასხა შეგიძლიათ. დაახლოებით 1 საათი უნდა რა შეშლეს, ანუ მაგას დავაწეპებ და მე გადავალ სხვა საქმეებზე და მე მივალ უკან. უკან სადღაც მივალ, მე ვნახავ როგორ იქნება და ჩავასხო ბენზინს. კაი, წავალ ახლა მის დაწეპებას დავიწყე. ასეთი ბიზონის სუპერ წებო გვაქვს. მათ შორის ბაკიც ახატია ზედ მართალია მოტოციკლეთის ხო არის. ახლა ამას გადავურევთ ერთმანეთში და დავაწეპებთ იქ. განახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი ნაჩურეთი. სულ ეს არის. ეხლა ეგ უნდა ამოვავსოთ აბეწებოთი და გავაგრძელოთ მე დანარჩენ რაღაცებზე მუშაობა და მე ჩავასხავ ანუ აღმართზე რო ადის მაშინას ხავს ბენზინს. ეხლა საერთოდ არც გადმოდის. ამას ამოვავსებ და მე გავაგრძელებ მუშაობას სხვა საკითხებზე. ესე იგი, ესე გამოიყურება პირველი პირი. ეხლა ამას დავაცლი, ცოტა ხანი კარგად გაშრეს და მე ზევიდან გადავუსვე მაინც მეორე პირს. რომ კარგად გამოვიდეს, გაჟონის რისკი იყოს 0. ესე იგი, გუშინ მასწავლის ამის მოგდება. ერთ პატარა იმაზეა, შპილკაზეა, როგორ თქვა მეტი არ ვიცი და ეხლა განახეთ. ესე იგი, ნახეთ რა ხდება. როგორ თქვი წყლის სენსორი ერთი ცალი აკლია, ერთი ცალი აყენია და ეხლა ავდგები და ლამაზად დავაყენებ მაგ მეორე წყლის სენსორს, რომ წყლის ჟონვა აქედან შეწყდეს. ეხლა ნახავ ზუსტად რომელი გვინდა მანდ თუ არ ვწდები თეთრთავიანი გვაკლია და მაგ თეთრთავიანს დავაყენებ. აი, წავედით. ასე გამოიყურება ჩვენი გმირი, თავის შაიბით არის. ეხლა ამას ჩავარჭობ იქ და დავუჭერ ისე რომ წყალი აღარ გამოვიდეს. მე რამენად უნდა მოვუჭირო. ეგ როგორ უნდა მოვუჭირო ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამას მოვუჭირო. წავედით. ადგილზეა. ეხლა ამას დავუჭერ ბოლომდე და მე გადავალ სხვა რაღაცები, თან შტეკერსაც ჩავარჭობ, ბარემ თავისივეს. შტეკერი დაერთებულია, სენსორი ჩასმულია. ეხლა დროებით ამას დავტოვებ უბრალოდ ასე. ამას არ ჩავსვავ, ეს ცოტა ხანი იყოს, დავქოქოთ და ვნახოთ რა იქნება და მაგის მიხედვით მე გადავწყვეტ ჩავსვა თუ არ ჩავსვა. ეხლა წყალი უნდა დავამატო აქ, გამოხდილი წყალი მაქვს მოტანილი და ეკაც ვნახოთ წეს აღარ გამოვიდა ეს. წყალი დამატებულია, დავხურე, იქიდან აღარ გადმოდის, საიდანაც გადმოდიოდა. ეხლა შემინდა გავიდე უკვე ბაბინების და ალების სანთლების ამოღებაზე და გადავალ მაგაზე. ეხლა განახებთ ალების სანთლების მდგომარეობას, რომელიც მე მიტყვის რომ არის სავალალო, გადასაყრელია. ყველაზე კარგ მდგომარეობაში ჩიბუხი ასე გამოიყურება. ხედავთ ხო შეგინთ როგორ დაჩაჩულია. დაშაშულია დაჩაჩულია. ცუდ მდგომარეობაში ჩიბუხები ესეთია, იქით მხარეს კიდე უარესები აყენია. ესენი გვაქვს, ეხლა ყველაფერს დავაყენებ ახალს. ეს არ ვიცი, რაღაცა უცხო წარმოების ბაბინაა და ამის ნაცვლად მოდი ახალს დავაყენებ. დანარჩენები BMW-სია 92 წლიანები და იმას დავაყენებ. აი, წავედით ხა უცებ ხათე ყველაფერი. ასე გამოიყურება 4 ახალი ჩიბუხი, 4 ახალი ალების სანთელი და ბაბინა, რომელიც მიდის ხელამ აქეთა მხარეს. ეხლა ჩავალაგებ ალების სანთლებს, მე ბაბინებს ჩაუშვებ, ამებს დავუყენებ და ეგ არის. 4 ახალი სანთელი, 1 ახალი ბაბინა და 4 ახალი ჩიბუხი მოთავსებულია თავის ადგილას. ეხლა გადავალ მეორე მხარეს და გავაკეთებ იგივეს. მე უნდა დავსკუჩო ეს, აქედან ხარეს ვიპარავს. ის კაბელები თუ ნახე სანმე რამე სადერთება, მაგას მივარდებ. წავედით. ასე გამოიყურება მეორე მხარე და ნახეთ ჩიბუხები რა დღეში. არც ერთ ჩიბუხი აქეთ ხარეს არ ვარგვედა. ნუ ალების სანთლების ერთმანეთზე უარესი.
აი ჩავალაგებ ახლებს და გავაგრძელებთ მუშაობას. აჰა, მეორე მხარეც ჩასმულია. ეხლა ამის მოხსნა მინდა და შეგნით ნახო რა ფერის სითხეასხია თუ ნახე, იმიტომ რომ არაფერია შეგნით. ის უნდა მოხსნათ დავასკოჩო. აქ არ ვიცი ამოშლა მინდა რაღაცეების თუ ამოშალი, იმიტომ რომ ვერ გავიგე ერთ კაბელის ადმედის რა და რისია. სხვადასხვა ვერსიები დაიწერა რისიაო. შეიძლება არაფერი კრიტიკულია, შეიძლება რაღაც კრიტიკულია და ნახო მაინც მინდა. კაი. წავედი ხო უცებ მიშლი და ეგა. ეს კი ამხადე და იხედავ თუ არაფერი არასხია, არაფერი ასხია, ეგაც ვერ გავიგე. არაფერი აღნაში, მე მგონი ზეთისფერია, რა ვიცი. ან წითელი, მწვანე ყოველ შემთხვევაში არაა. ეგეთ ვიზუალზეა. ეხლა წავედი ის უნდა დავსკოჩო. დავებით გამოწერილი მაქვს ნაწილი და ჩამოვა და მე ვნახოთ რა იქნება. იმას ჯობია რა. რა გითხრათ. უკეთესი. ესე იგი, всё, მოვჭია ყველაფერს. იშტეკელი ვერ გავიგერისია, მაგრამ არაფერი სერიოზულს არა, იმიტომ რომ კალენუარისაც და რასპრედოლის ეგრეთ წოდებული დაჭიკებით ორივე ჩაერთებულია. წყალი დავამატე კიდე, თუ დაჭირდება კიდე ვიყიდი. ეხლა უნდა ავაწყო ის დასკოჩილი აირბოქსი ამაზე, ჩავაერთო ყველაფერი. მერე წავიდე და ხელმეორედ იმას ვქნა. დავაგერმეტიკო ტრაკი აირბოქსიტით და წავალ ხა ბენზინს მოვიტანო, ჩავასხა მერე მანქანაში და წავედი დაგხო. წავედი. აბა ის მესჩემი ხმა. მოკლედ ეს ყველაფერი მორჩი მანქანაზე რაც დღეს უნდა გამეკეთებინა. ეხლა მივდივარ თეგეტაში რომ ვიყიდო ჰიდრაულიკის სითხე და მივდივარ ბენზო გასამართ სადგურზე რომ ამოვიტანო 4 ლიტრი საწვავი და ჩავასხა ბაკში და მერე ვცადოთ ერთად დაქოქვა და გადავიღებ დაქოქვის მომენტს და ვნახოთ რა გამოვა. წავედით. ჰიდრაულიკის ზეთი გამოიყურება ასე. როგორ განახოთ რომელია, არ ვიცი. ანუ CH11.5 ზედაწერი ამ მოკლედ რიშკას და ეს უნდა რა. მოკლედ ეგზეთია. ამას ჩავასხავ, წავალ ხა ბენზინზე და წავედი მანქანას. ჩავასახით ფები ჰიდრაულიკაში. მწვანე არის. კიდეთ ნამდვილად არის ხან მწვანე, შემიძლია გითხრათ. არა უშავს, იმეგობრებენ ალბათ. ან ამ ერთ ჩასხმას აიტანს უბრალოდ. პრობლემა ისაა, რომ მე მგონი ძალიან ცოტა ვიყიდე და ბევრად უფრო მეტი მჭირდება, რომ მეტი არ იყო და. ისა მიქნა, რაც იყო ის ვიყიდე. კაი, ამ ეტაპზე სულ არაფერს ხო ჯობია? ნამდვილად ჯობია. აი ვერტი და ნახტობა შეიძლება რამდენი მააკლდა. აბა ნახოთ ერთი. ჩემ აწებომრაკნა. კი. იმუშავა. ნუ ეს კიდე გაშრება ახლა. ასე გამოიყურება, თითქმის მშრალია, ეს მეორე ფენა არის გარედან. ცოტა შველი დარჩენილი ახლა. ჩავასხავ საწვავს. სულ 5 ლიტრი მაქვს, აქ ბაკის კრიშკა მაკლია. ეგ მაქვს. რამენერად უნდა ვიშოვა და ახლა ის უნდა ამოვწმინდო. უბრალოდ რამენერადთან ბაკის კრიშკის გამოწერა და მოვიწყდა და გამოვიწერ მე. ახლა ჩავასხავ საწვავს და გავაგრძელოთ მე დაქოქვის სამუშაოები. всё, ჩავასხი ასევე საწვავით. ეხლა დავადე პერემიჩკებს და ვწდი დაქოქოს, ნახოთ რა იქნება. თან გამომზადებ ტრიპოდებს დავდგავ რომ გადავიღო ეგ ყველაფერი. ყველაფერი მაქვს გამზადებული. იმას დავქოქავ, პერემიჩკებს დავაერთებ და ვიწყებ ამის დაქოქოს. წავიდა.
წლის მერე მეორე და ქოქვა ვიდეოში ნახავთ. წარმატებით ჩაიარა. ერთი ბაბინა არ მომწონს აქეთა. თითქოს რომ ამოვაძე არაფერი სხვაობა არ იყო. და ეხა მინდა რომ ეგ ბაბინა დავსვაპო ჩემი ბაბინით, რომელიც მაქვს დამატებითი და ნახავთ რამე სხვაობას მოგცემს რა. ვოздухამერი ჯერ გამოძრობილი მაქვს და ისე ამუშავებ. ეგრე უფრო სტაბილურად მუშაობს. მიღწევა ისა რომ არ ქრება. ხალასტოი და თავის ფახებს. ეგ უკვე ძალიან კარგია. კაი, წავედი ახლა უცებ ამას დავსვაპავ. ბაბინა დავსვაპე, პერემიჩკე მოხსენ, ნახოთ ერთ თავის თუ დაიქოქება საერთოდ, აბა ნახოთ რა სევს. აბა დაქოქვა 5 წლის მერე ნაწილი მესამე ბაბინის შეცვლის მერე, აბა ნახოთ. ვა, ეგრევე სპოლაბაროტა კი დაიქოქა ის. გაივლის თუ არა. გავგიდე ბოლომდე? მოდი ხა დავუკეტო ძრავ საფარი. არა, მოდი ჯერ იმას შევაერთებ, რა ქვია. ვოздухამერს და ისევ ნახოთ რა სიზავს. ჩაერთებული ჰაერ მზომით. მონახოთ რა სიზავს. ჰაერ მზომი გვიჩვახებს ცოტა მე მგონი, იმიტომ რომ როგორც ვაერთებ ჰაერმზომით უფრო ცუდად მუშაობს. ესე იგი ჰაერმზომში რაღაცა პრობლემა გვაქვს. აი, წავედი ამოვერთო ისევ. პირველი დაძვრა 5 წლის მერე. ნახოთ რა სიზავს. ეხა მივქოქამ და ნახოთ რას ვიზავთ. ზადნი არა გვაქვს. ეხლა ვცდი ხოლო წინ წასვლას და მე ვეცდები რომ ის ვაქ მოვიდე და ესე შემოვაყენო აქ ცხვირით. პრადოს გავწევ და იქ რაღაცა მილაგია რომ გზაში არ შემშავს. მანამდე იმუშავა ცოტა ხანი ისედაც კარგია რომ მოთბეს ცოტა მანქანა. ნახოთ აბა რა ისე. ახლა იქ იყო მე რატომ მოვედი? იმიტომ რომ მანქანა გზაში დარჩა. იქამდე კი მივედი. მომატრიალე და უკანა გზაზე მე მგონი ბენზინი გამითავდა. წავედი ბენზინზე. მანქანა დავტოვე გზაში, უბრალოდ დავრჩი იქ. ის ხო შორს წავედი და მომატრიალე და უკან მოვდიე და უბრალოდ გზაში გათავისა, გაჩერდა. სავარაუდოდ მე მაინც ბენზინის ამბავი მგონია. ალბათ ბენზინი გათავდა, იმიტომ რომ ისეთ სპეცზე მუშაობს, ჩაასხავ და შეგინთ ყველაფერს რაც გესწრებოდა. კაი, ეხლა წამოვლოცებ 5 ლიტრიან სამოვსებ, ჩავასხავ და ვნახავ თუ ეგარი თუ არა, მე საღამოს რამენაირად უნდა მოვაგორო უკან, თორე დამჭეშვა გზაში მანქანა, ვიღაც ეზოსთან მიყენია. კაი, წავედი გავიქეცი, ეხლა უცებ ბენზინს მოვიტან, ჩავასხავ და გავაგრძელებ. მანქანა ნადირი. ამოვიტანი მეორე 5 ლიტრის აწვავი, ჩავასხი. მისია მაქრო საათი იდგა მინიმუმ იქამდე მივიდე. ზადნი არ მუშაობს, ზადნის მარტო ჩვენ ძმაოს ზადნით არ მოძლევთ, ასე ვიტყოდი. ასე რომ მარტო დეთი უნდა მივიდე იქან სადაც მივედი. სხვა შორის გამოვიარე 100 მეტრი ვიარე. ეხა უნდა ცადო დაქოქვა და უკან მისვლა სადაც მივედი. ანუ პირველი გუშინ დაიქოქა პირველად, ეხლა რო ისე თანმიმდევრობა 5 წლის მერე. დღეს გაიარა უკვე. მართალია უკან ვერ დაბრუნდა, მაგრამ ხო გაიარა. ხო და ეხა მისი არის რომ უკან დავაბრუნო. როგორ დავაყენო იქ და მე მოვიფიქრებ რა ვქნა და გავილი კონსულტაციებს ამ მანქანის სპეცებთან რატო არის ისე ეგრე. 25 ჩახსნილი მაქვს და მაინც პერებოი და რაღაცეები აქვს და ნახოთ შეიძლება ძრავი საერთოდ გასარემონტებელია.
არც მაგას არ გამოვრიცხავ, არ ვიცი. კაი, წავედი, მონახოთ ახლა იქ. თან გადაღება თან ყველაფერი ერთად არ გამოვა, მაგრამ ჩავაკაჩავებინო. წითელი ჩავაქრო ბიჭო. წითელი ჩავაქრო ეგ ვერაა კაი ამბავი. ანუ ბენზინის თემა არ ყოფილა. ყველანაირ ჩეკს მითებს. Washer fluid low. ეგ პრობლემა გვაქვს მარტო. Oil levels ეს ხუინია. Honest manual ხუინია. რაც ეს კიდე. Fog light ეგ მინადა პრობლემა. მე მიმიშვი. Trans program plus-ი. აორიულშია სავარაუდოდ მარტო წინ მიდის. რატო ვეღარ გქოქავ ეგ უფრო მადარდებს ახლა მე? თან ბენზინი ჩააქრო იმდენი მაქვს. უკვე მოიცერთი განათებები. ჩემი ნახეთ ხალხო. განათებებიც. ფარებიც კი მუშაობს. შეხედეთ ხალხო, რა დღეში ვარ. კაი, აბა, როგორმე მივაგდო ახლა იქნება უკვე ნახოთ. აბა, ბიჭო. რა დამყოფო ახლა? მიდი რა, უკან დამაბრუნებინე მანქანა. ახლა ამას ლოკ პერემიც გამაუნდა, მე ვარ კარგად. პრინციპში უკან მოვუყენებ, რამენერად გადავაბავ. არ ყოფნის ამისდენი. სპორი პომაში, ეხა ავხდი ამას, დავოპერემიჩკებ და იმედი მაქვს, რომ X-ი სადაც ვიყავი, მივალ. ვეღარ ვქოქავ, რატო ჩაქრა არ ვიცი. რაღაცაში ესაქმე. არა ძალიან კარგად მუშაობდა. რატო ჩაქრა არ ვიცი. აი, დავედი ხარ, მქნა რომ მივიდე სახში. ეხა ვაბრუნებ, დავჭო გზაში. ჩაიაროს მანქანამ გამოვიდა ხე დახმარება მოდის ნიკოლაუსა მოყავს სამაშველო ჯგუფი და ბუქსირით გავატრევთ და ეხლა მე ორ მხრიდან დავაგდებ იგივე ადგილას. მანამდე ხო სხვა მხრიდან იგდე, ეხლა მე ორ მხრიდან შევაკეთებ. ხო, რა მოვიდა არ ვიცი. ბევრი ვეცადე, მაგრამ გაიაროს. ბევრი ვეცადე, მაგრამ აღარ იგოგება. არა ჯადოეთაკა, არ მანამდე რა ჯადო ჭირდა, არავინ არ იცის. კაი, წავედი აბა გავაგზავნოთ. აჰა, გაგრძელება. მომიყვანა იმის გამო, რომ მანქანა დაქოქა და სადღაცა მიაგდო შუაგზაში და ეხლა მივიდე გადასარჩენად. ეს რაღაცა რო ჩააყენა და რო ხარია. სალონი გავინათო ცოტა. აჰა. სხოთ შოს მე ამის რევიუც ჩასაწერი იქნება. ამ სიმაღლეზე ვზივარ, კაი ხანი ავჭდა ვარ. ცოტა ხანი ჩამოვქვეითდი და აგენახსა დაუგდია. კაი ხლა. სავალ. მოვტრიალდები. სადმე რომ გავასწოროთ ჯალამბარს მოვაბოთ მათ. კაუჭია მანდ? არ არის მარა. ხო, მაგრამ ამას შეყოფშილნით, რა ვიცი. მანახე. მოვიდა Rescue Ranger-ი. მაშველი ვინ არის საშველი? BMW არის საშველი. ზეთები გაგვდის. კაი ერთი. რა ყველაფერი გასჩენალი ნერვიულობად. არ მინდა რომ დავისვარო. მოდი მოგინათ მომ. ჩემი საშველი უნდა გახდეს. თვითონ ვერც მოიფიქრა ამდენი ხანი. ამდენი ხანია დროსი უდევს მანქანაში. დადის ატრიალებს. მაწვალებს რა ეს გაუხსნა. ვერც კი მოიფიქრა ამდენი ხანი აი დადის. ეგ როგა მოაბო დათოვე რა ძმაო იქეს მანქანა კიდე დასაფუქსირებელი გახდებოდა. იყო შიგნით. ეგ. გავიტოვე. ესე დავტოვო. წადი ნიკალ, წადი, მე მზათა ვარ. ხო, მიდი ნელ-ნელა წადი. ეგ უკან წამოსვლა. რა შვება უკან მოდის. გაგიჟდა მე მგონი საერთოდ. მე მგონი იმას ახურავს რამდენად არის გაჭიმული ეს სტროპა. უკანა კამერაში უყურებს. გაგიჟდა გეუნებით და აბა არ მიჯერებთ რა, არ ვიცი რა ვაკეთო. აბა, გამწევს. გამწია.
წეს. ამას ვეღარ დავიჭერე ხო. წვალი ხელი დუადრიანე პროს. რა სერიოზული ვარ. აჰა. სხვათა შორის ესეც დადის. რაღაცები დაწერა. Door open კი არა, დაკუქი მანქანა შუბერზე. Door open. გავა door open-ებ ამას მე. ეს არაგარი წარინაძირება. დამდოვა აქვს შუბერში. იქით ამ ხედავ მე დავაჯალოთ. ალბათ, იმიტომ რომ არ ვიცი სხვანაირად როგორ გამოვა. აჰა, არადერთი 50 მეტრი დამაკლა რა. სახლამდის. მაგარი შორდანებს. რა შვება? იქ მტოვრებს. ესეც კაი ჭკვიანია, აი. ახეთ რა კაი ადგილი იპოვა. დასატიებლად. ყოჩა ნიკუნას ერთი ადგილი შევცვალე მეორე ადგილით. მიდი ცოტა. ნიკალ ცოტა მიდი კიდე გავასწორო. სამუშაო ადგილი მქონდეს. მიდი. კიდე. ცოტაც. всё, კაი. სიგნალი მაქვს. სიგნალი მუშაობს. მაგარია. მოგესალმებით მესამე დღიდან. ეხლა ბევრი მოსალმები გამოვა ალბათ. მაგრამ გუშინაც ხელი მოგესალმებით. დღეს მეორედ. დღეს არის ჯამში მესამე დღე 5 წლიანი დგომის შემდეგ BMW-ს გაცოცხლების. ეხლა პრადო უნდა გადავაყენო BMW-სთან გუშინიცით. მოვათხიეთ აქ ბოქსერით და ნახო რატო აღარ იქოქება. მაქვს რამდენიმე ჩეკი გასაკეთებელი. პირველ რიგში უნდა ნახოთ რამპაზე მოდის თუ არა საწვავი. თუ საწვავი არ მოდის, ეგ საწვავის სისტემაში გვაქვს პრობლემა. თუ საწვავი მოდის, შეიძლება ამთვრელი იყოს. მე ვეცდები ამთვრელი მოხსნა, წავიდე ამთვრელი ვიშვა, მოვიდან ახალი დავაყენო და ნახოთ რა ისაა. მოკლედ ბევრი საჩალიჩო გვაქვს, ასე რომ ვთქვათ. ეხლა უცებ მოვაყენებ და დავიწყებ მაგაზე მუშაობას. პირველ რიგში რაც მინდა ვქნა, ზეთს დავამატებ 300 გრამი ზეთი მაქვს აგერ. ძველი ნორმალური ზეთია. მაგ 300 გრამს დავამატებ, ახალი ზეთი ჩავიდეს, ვაინ ცოტა შიგნით. ისე საკმარის დასხია და მე ეს არის რომელიც მოდის რამპიდან საწვავი, ეხლა ამას გადავხსნით, წილი და ტრიალებას აქ წამოვიდა საწვავი, ესე იგი აქამდე საწვავი გვაქვს. აქამდე საწვავი გვაქვს, ესე იგი ან დენის პრობლემაა და დენს არ აძლევს მანქანა, ან საწვავს არ ასხავს შიგნით. მაგას ვეცდები რამდენადაც გავარკვიო. კაი, წავედით. ყველაზე უწევობა საქმეს მივყავით ხელი. რეიკიდან შლანგი გამოძრობილია. ბოთლი შევაგდერო, просто როლოთ მანდ არ დავუვაროთ. საწვავი და ეხლა დავატრიალებ ბენზინას, ეს თუ უნდა წამოიღოს დაკუქის გარეშე, მონახოთ რა. ფეცარა. წაი. არ მოვიდა ბენზინი აქამდე. თუ ბედი მოვიდა ბენზინი აქამდე. უაი. ეხლა უნდა დავაერთო პერემიჩკები და კარგად ვცადე, იმიტომ რომ ესე არ ყოფნის. კაი, წავედი ახლა უცებ მაგას ვიზავ და გავაგრძელებ მე სამუშაოს. და 2 დაერთებული აკუმულატორი. ნახოთ რას იზავს და წამოვთვალა ბენზინი. ბენზინი მოაქვს. ეხლა ბენზინი შევიდა ხო და ჩავასხავ უკან. კარგი. 377,530 ბენზინი მოდის, ეგ ვიცით ვაჭველი. დაიქოქა. აკრა. ვაი, ამას ატოშება მაგას ვერ ვიგებ რა არის. აი სავაღარი ქოქება. აი, აბა წავალისო შევაერთებ იმას. უზდუხამერი ახლა გამოერთებულია ამ მომენტში. და შემდეგი უზდუხამერი შეერთებული. აი არ მოზომი.
კენჯინჩა, ხომშვიდობა ხობას. მშვიდობა. აბა გაზით დავაფაფანო. ნიკოკება ხრება, რატო არ ვიცი. აი ჩაქრა, ну მოკლედ დაკოქით იქოქება ისე, ოღონ მდგომარეობა ისე ვიგივეა. დავბრუნდი. ესე იგი, დილით ჭიჭხინის მერე გამოურიცხეთ ის, რომ საწვავი არ მოწოდება, მიეწოდება. გამორიცხეთ ის, რომ დენი არ მიეწოდება, იმიტომ რომ დაიქოქა. ოღონდ ისე ფუხ-ფუხ-ჩუხ-ჩუხ-ჩუხ ტახ-ტახ-ტახ-ტახებს. რეალურად რასაც არ შევხედივართ. არის სამი კომპონენტი. უფრო 4-ია, მაგრამ ამ ეტაპზე 3. არის აირმზომი, ეგრეთ წოდებული ვოზდუხამერი, კალენვალის და რასპრედვალის დატჩიკები. არც ერთი არ შეგვიცვლია, როგორ მდგომარეობაშია, არც ერთი არ ვიცით. გამორიცხვის პრინციპით მანდ ვერ წავალთ. ასე რომ ეხლა გავეშურები ქუთაისის ქუჩაზე, შევისყიდი შესაბამის აღჭურვილობას თუ იქნა იქ, თუ არ იქნა გამოგვიწერდა დაველოდები. უბრალოდ გამოწერილი მაქვს, უბრალოდ კარგი ბრენდები მაქვს გამოწერილი და ეხლა უბრალოდ რამე ლარიანებით უნახე. მივაყენე უბრალოდ ნახო იქოქება, არ იქოქება, თუ იქოქება, როგორ იქოქება, ან იყო თუ არა მაგის ბრალი და გამოვეშურები უკან, რომ ნახოთ რაიმე სხვაობა იქნება თუ არა. ვოზდუხამერში შევით თუ არა, არ ვიცი. მე მგონი ამის ვოზდუხამერი არ იქნება აქ, გამოსაწერი გახდება, მაგრამ აი ეს კალენვალის და რასპრედვალის დატჩიკების იმედი მაქვს. მარტივი მოსახსნელია, როგორც შევხედე, ერთ შისტიგრანკა კალიუჩეზეა დაჭერილი და ნუ რაღაცნაირად მოხსნი მოკლედ რა ისეთი არაფერი არა. აი, დავედით ახლა, აბა, ქუთაისის ქუჩისკენ გავეშურეთ. არც ეგრეთ წოდებული რასპრედვალის, არც კალენვალის დატჩიკი ადგილზე არ აქვთ. არც აირმზომი არ აქვთ ადგილზე. ვიმყოფები ქუთაისის ქუჩაზე და არ არის. ეხლა წავალ და ვიყიდი მანომეტრს, რომელიც ზომავს კომპრესიას და დავუყოფი ყველა ცილინდრი და გავზომავ კომპრესიებს. მაინც მეტი ერაფერს ვერ ვაკეთებ ამ ეტაპზე. აქვე ტყილა არ გამომიწერია ყველაფერი, ანუ აქ არის შოება და კიდე აი გამოუწერე ამერიკიდან. ჩამოვერთ ორ კვირაში მოკლედ, როცა იქნება და მექნება სულ ახალი ფეფენები. ამშალობა აქ ძრავი გასარემონტებელი გახდება თუ არ გახდება, ახლებ მაინც მელაგება. თუ გასარემონტებელი გახდა, დაუნაცვლებ, ახლებს დავაყენებ და ეგრე ავაწყობ. აი, წავედი ახლა უცებ. ვიყინი მანომეტრს, გავზომავ კომპრესიებს და მე ვნახოთ რა მოხდება. დავბრუნდი, ჩემი ჩუდაუსტროესტვით. აბა, პინცი არის ეს. ეს არის დადამ კომპრესიის საზომი ხელსაწყო. არ ვიცი რამდენად სწორს აჩვენებს, მაგრამ ძირითადად გვაჩვენებს. დავიწყეთ ახლა აქეთ ამ ხარის ნელ-ნელა ამოშლა და დაკოქვის და რომ ნახოთ კომპრესიებს რამდენს გაზომავს. რა ვეთები გადავვნახოთ რა გამოვა. ჩავაერთეთ ჩვენი მოწყობილობა და ახლა უნდა დავაწყები რომ ტრიალია. ნახოთ რას. მე მგონი ყველაფერი სწორად თქვენი. ბოლომდე არ დავწერული, მაგრამ მაინც ცილინდრი ნომერი პირველი 11-ზე იყო თითქმის, რა ეხლა ოდნავ დაიკლო. 11-ზე იყო. არ ვიცი რამდენი დაიწყო. აი ნახოთ უცხოები. მეორედ დაახლოებით 11-ზე იყო და ოდნავ დაბლა ჩამოვიდა. მდგომარეობა არის ესეთი. აქეთ წინა სამ ცილინდრში იყო 11 და გათიშვის მერე დაახლოებით 10-ზე ჩამოდიოდა, ცოტა იკლებს. ბოლო ცილინდრში იყო 9, რატომღაც არ ვიცი, მე ცოტა მეტი მატრიალი და 10-ისკენ ავიდა, 10 და ცოტათი 10, ოღონდ ვერ გადავიღე. ეხლა ჩავარჭე იქით ამ ხარეს. ბოლო ცილინდრში და აბა რავი თუ დაინახავთ, ნახოთ ერთად რამდენს დაწე. შეიძლება ეს გავაფუჭე კომპრესიონმეტრი არ გამოვიცხავ მაგას. ნუ აი 11 და ოდნავ 11-ებია რა მოკლედ. ესაც 11-ია. ეხლა სანამ იქიდან აქ მოვდივარ, მე იკლებს ხოლმე. ხო, აი ნახეთ. ეხლა ნუ ეს აი 11-ია. მაგრამ ცოტა დაგლებულები ხდებოდა ისინი. დაახლოებით 150 PSI-ის ფარგლებშია ყველა. ბოლო ცილინდრზე მივედი, აქ ერთში არის 12, ბევრია და რატო ხარ მან 12? ანუ დანარჩენებში არის 11-ებს აჩვენებს და მე 10-ზე ჩამოდის. აქ 12 იყო ჩამოუსვლელად. აქედან გაჩვენებთ ის.
არ ვიცი რას დავინახავთ ერთად, მაგრამ აი ნახოთ აბა. აჰა, რაღაცას დაფიქსირე. დავედი ახლა რამდენია. ბოლო ცილინდრი. ნახოთ რამდენია. ნუ ესოთ გაჭიმული 12-მდე არის. აი ეს წინა ორი ყველაზე კაია რა თქმა უნდა. რავია, ხო ეგრე არის, არა ეგრეა. ერთი იქ თამინა კიდე ერთხელ შევამოწო, ყველაზე ცოტა რამაც დაწერა, ვნახო რა ხდება. მოკლედ აი ეს ერთი ცილინდრია, რომელიც რაღაცა წეგან ცოტა საჩვენებდა, 8 საჩვენებდა და აბა ეხა ხელახ ვაცდი, ვეცდები ახლა კამერა დავამაგრო. მაგალითად ასეთი. ასეთი. ეს კარტა უნდა წავიდეს. გამას, სწორად ფოკუსი. რა ვიცი. მე არ გაიცევა ასეთი. ესე იგი ნახეთ ხო? ყველაზე ცოტა რაც ამოვიდა არის ეს, იქით 12-ები აქვს, ამას აქვს. ნუ რა ვიცი, 9-ზე მეტი აქვს, რა 9.5 მოკლედ. რაც არ არის კარგი, მაგრამ ნუ ერთი ცილინდრი რო არის, ეგ კარგია. კაი, აბა წავედით ხა. ამოწკე და წავედით თორე გამოგვიანდა შემსაქმეებზე. აი, რა გვასწავლა დღევანდელმა დღემ? ჯერ არ ვიცი, კონსულტაციები უნდა გავიარო შესაბამისი ძრავის ცოდნე ადამიანებთან. როგორც მე მოვსერჩე, სხვადასხვა ინფორმაციას აჩვენებს. ზოგი ინფორმაციით ეს წნევები რაც აჩვენა იმანა ქვია, ბარომეტრმა მისაღებია და კაია და ნორმებში არის. ზოგი ინფორმაციით არა. ეხა ამ წამს ინფორმაციაც მაქვს 9-დან 11-მდე ნორმალურია და იდეაში ყველა ჯდება, ყველაზე ცოტა მაქვს 9.5, ზოგი 12 მაქვს, ზოგი 11 მაქვს, ზოგი 10-დან 11-მდე მაქვს. კარგი არის რომ დიაპაზონის სხვაობა ბევრი არ არის ერთმანეთში, კარგი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო. ანუ ვიძახი 9.5 არის ყველაზე ცუდი მოკლედ ეხა ჩემს შემთხვევაში. ეგ არის მერვე ცილინდრი. ეგრე ითვლება წინა რო დახლი აქ მხარესაა მერვე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ სამთვლელი სენსორი და კალენვალის უბრალოდ კალენვალისა და რასპბერის სენსორები აქ არ იშოვება, როგორც ნახეთ ვერ ვიყიდე. ველოდები ჩამოსვლას და არ ვიცი ეხა ჩემ ხაკაჩხუქს თუ აქ აზრი, მე გავაგრძელებ და თუ არა და თუ მოიცალეს მანამდე ხელოსნებმა, მივიყვან ხელოსნებთან და ბანემი დავშვი და კაპიტალურად გავაკეთებ ყველაფერს. ანუ დავასერვისებ, თუ რამე კალიცვაში დაცვლილი რომ ეს კომპრესია გავასწორებინებ ბარემ და ისე ავაწყობ ალბათ რა. აი, ნახოთ, აი დაიქოქოს გამომართო და მაგის მიხედვით მეცოდინება რა ვქნა. ეხლა საერთოდ აღარ იქოქება. ტექნიკით დაიქოქა. ნუ მოკლედ თავის ცხოვრებით ცხოვრობს. რაღაცა ელექტროობაში ვერაა კარგად. ფაქტია რომ ბენზინი მოდის, ფაქტია რომ ნაპერწკალი არის, იმიტომ რომ ხანდახან იქოქება. ხო და არ ვიცი რა. დანარჩენი მოკლედ გამოჩნდება ნელ-ნელა. არ ვიცი ხა, შეიძლება მეორე სერია აქვე დავასრულო და თუ აქვე დავასრულე, აქვე გემშვიდობებით, ასევე ყველას მოგიწოდეთ რომ გამოიწეროთ არხი, საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ არხი გამოიწეროთ, რომ შევძლოთ საინტერესო ვიდეოების თქვენთვის შემოთავაზება. ეგ არის ჩვენი სტიმული, мотиваცია და მათ შორის ფინანსური მხარდაჭერაც, რომ თქვენ გამოიწეროთ ჩვენი არხი. კაი, წავედი ახლა და დანარჩენს მე გავაგრძელებ რა. აბადოებით.